რეკომენდაციები პაციენტებს, რომლებიც ატარებენ მოსახსნელ და მოუხსნელ რეტეინერებს. მოგეხსენებათ, რომ კბილები მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდიან ფიზიოლოგიურ გადანაცვლებას. ამიტომ, ბრეკეთ სისტემით მკურნალობის შემდეგ უმნიშვნელოვანესია მისი შენარჩუნებისა და მოვლის წესების ცოდნა. ორთოდონტები ძირითადად ვიყენებთ ჩვენების მიხედვით სამი ტიპის რეტეინერს. მოუხსნელი, რომელიც მაგრდება ქვედა და ზედა ყბის წინა კბილების უკან. ეს შეიძლება იყოს 6, 8, 4, 2 ან რამდენიმე კბილზე. მისი ტარების ხანგრძლივობა 2-3 წელია. მათი მოვლა მარტივია. საბედნიეროდ საქართველოშიც უკვე ხელმისაწვდომია რეტეინერის საწმენდი ჯაგრისი. მოგეხსენებათ, რომ კბილების ზედაპირის მხოლოდ 60% იწმინდება. კბილების ჯაგრისითა და პასტით. ამიტომ რეტეინერების მიდამოში უმნიშვნელოვანესია ინტრადენტალური ჯაგრისების გამოყენებაც, რომელთა ზომის დანიშნულებაც სასურველია განსაზღვროს პაროდონტოლოგს. მომდევნო ორი ტიპის რეტეინერი კი გახლავთ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე კაპა და მოსახსნელი ფირფიტოვანი რეტეინერი, რომელიც შედგება პლასტმასის ბაზისისა და მეტალის რკალისაგან. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული რეტეინერების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ორთოდონტის მიერ პაციენტის დიაგნოზის გათვალისწინებით. მოსახსნელ რეტეინერებს ვინახავთ და ვუვლით შემდეგნაირად. ჩასმამდე და მოხსნის შემდეგ უნდა გავხეხოთ კბილის ჯაგრისითა და პასტით. მოსახსნელი რეტეინერები ნერწყვთან კონტაქტის დროს მყარად ეკვრიან კბილის ზედაპირს. კაპის მოხსნის ტექნიკის ცოდნა უმნიშვნელოვანესია. გაითვალისწინეთ, რომ ზედა ყბაზე 2 საჩვენებელი თითი უნდა შეიცუროთ ლორწოვანზე ლოყის მხრიდან, დავაწვეთ ჯერ ერთ მხარეს სუსუp ბოლო ნაწილში, შემდეგ მეორე მხარეს და პირის ღრუდან გამოვიტანოთ შუა ნაწილით გვერდულად. პირის ღრუში შეგვაქვს გვერდულად და ვსვამთ თითებით და არ ვაჭერთ კბილებს. რაც შეეხება ქვედა ყბის კაპას, ასეთ შემთხვევაში ენის მხრიდან სუსუp ბოლო ნაწილს ჯერ ერთ მხარეს ამოვწევთ, შემდეგ მეორე ნაწილს და პირის ღრუდან კვლავ გვერდით გამოგვაქვს. პირის ღრუში შეგვაქვს გვერდიდან, შემდეგ ვასწორებთ და აუცილებლად ვსვამთ თითებით. რაც შეეხება მოსახსნელი რეტეინერების მოვლას. ჩასმამდე და მოხსნის შემდეგ აუცილებელია გავხეხოთ ჩვენივე კბილის ჯაგრისითა და პასტით. გაითვალისწინეთ, რომ ხელის გულში არ მოითავსოთ და ხელი ძლიერად არ მოუჭიროთ. გატეხვისაგან თავის დაცვის მიზნით. მდუღარე წყალი არ გადავლოთ. კვირაში ერთხელ სასურველია აპარატების დეზინფექცია. აფთიაქებში ხილმისაწვდომია სადეზინფექციო აბების შეძენა. 100-200 მლ ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში შეგიძლიათ გახსნათ 1 აბი. აპარატი დააყოვნით 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამდინარე წყალში გავლეთ და გაიკეთეთ. შეინახეთ აუცილებლად მშრალად, სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერებში. ბრეკეთ სისტემის მოხსნის შემდეგ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია ყოველ 3-6 თვეში ერთხელ. რეტეინერის ტარების რეჟიმს ორთოდონტი არჩევს ინდივიდუალურად. თუ თქვენ მოიხსენით ბრეკეთ სისტემა და ჯერ არ ამოგსვლიათ ეგრეთ წოდებული სიბრძნის კბილები, მაშინ სასურველია წელიწადში 2-ჯერ მაინც შეამოწმოთ მისი ამოჭრის დინამიკა, რათა თავიდან აიცილოთ გასწორების შემდგომი გართულებები.